მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. მე ვარ ლიკა წერეთელი, ფსიქოლოგი, გეშტალტ-თერაპევტი და პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი. და ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემა არის ტოქსიკური ადამიანები. იცით მართლაც კლიენტები მოდიან და ძალიან დიდი ნაწილი, საკმაოდ დიდი ნაწილი საუბრობს ტოქსიკურ მშობლებზე, ტოქსიკურ პარტნიორებზე, ტოქსიკურ მეგობრებზე, თანამშრომლებზე თუ უფროსებზე. და მართლაც იცით ტოქსიკური ადამიანები გვხვდებიან ყველგან, შინ თუ გარეთ, ჩვენს ოჯახში, სამეგობროში თუ სამუშაო გუნდში. ამიტომაც მოდით გავარჩიოთ, რას წარმოადგენს ტოქსიკური ადამიანი ზოგადად, როგორი ადამიანები არიან ესენი. უპირველეს ყოვლისა თავად სახელწოდება მიგვითითებს, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავის გარემოს წამლავენ. ტოქსიკური ადამიანი, ტოქსინი საწამლავია, ისინი წამლავენ თავის გარემოს. მაინც როგორ ახერხებენ ამას, რას აკეთებენ ასეთს? როგორ გამოსდით? უპირველეს ყოვლისა, ისინი რეგულარულად გვილახავენ საზღვრებს, მუდმივად უტევენ მათ და იჭრებიან ჩვენ საზღვრებში. მათ ნაკლები ემპათია გააჩნიათ. ისინი ნებისმიერ ჩვენს მიღწევას აუფასურებენ, როგორი მიღწევაც არ უნდა გქონდეს, ნებისმიერს გაუფასურებენ. სამაგეროდ წინ წამოწევენ იმ შეცდომებს, იმ წარუმატებლობებს, რომლებიც გქონდა და რომელიც აქვს ნებისმიერ ადამიანს, გენიოსებსაც უამრავი შეცდომები და წარუმატებლობები ჰქონდათ, აქვთ და ექნებათ მომავალშიც. მაგრამ სწორედ ეს შეცდომების და წარუმატებლობის განსაკუთრებული ხაზგასმა და წარმატებების გაუფასურება. და გარდა ამისა, მათ აზრადაც არ მოუვათ არასოდეს, რომ ბოდიში მოიხადონ. რას უნდა მოიხადონ ბოდიში? ისინი ხომ სულ მართლები არიან. დაახლოებით ზოგადი სურათი ასეთია. ეხლა ვნახოთ, ასე რომ იქცევიან. ჩვენგან რას ელიან? ჩვენ რა უნდა ვქნათ მათი წარმოდგენით. რას ელიან ჩვენგან და ზუსტად იმას, რასაც ვაკეთებთ. ისინი ელიან ჩვენგან ემოციურ რეაქციას. იმიტომ რომ მათი საქციელი, მათი ნათქვამი, მათი ტონალობა ჩვენში ბუნებრივად სრულიად იწვევს შეურაცხყოფის განცდას, აგრესიას, წყენას, პასუხის გაცემის სურვილს. სწორედ ამას ელიან ისინი. იმიტომ რომ ისინი იკვებებიან სწორედ ამ დესტრუქციული ენერგიებით. ეს არის მათი საკვები, მათი საშენი მასალა. თქვენ არ შეგიმჩნევიათ, როდესაც თუნდაც ძალიან ხანმოკლე შეჯახება მოგივიდათ ასეთ ადამიანთან, ამ პატარა კონფლიქტის მერე თქვენ ხართ ძალა გამოცლილი, ენერგია დაცლილი. და იმ ადამიანს უყურებთ და ის შესანიშნავ ბუნებაგანწყობაზეა. რა თქმა უნდა, მან ისაზრდოვა და გამოიყვება იმ ენერგიით, რაც მას სჭირდებოდა. თქვენ კი, ასე ვთქვათ, დანგრევის პირას მიგიყვანათ. იცით, შესანიშნავმა ფსიქოლოგმა და მწერალმა, შერი კემბელმა, ასეთნაირად დაახასიათა ტოქსიკური ადამიანები თავის წიგნში ტოქსიკური ნათესავები. ხო, ნათესავები გასაგებია, მაგრამ ეს განმარტება თუ ეს აღწერა მიესადაგება არა მარტო ნათესავებს, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენი ყველაზე მტკივნეული ნაწილია, იმიტომ რომ მათთან მუდმივი ურთიერთობა გვაქვს, ხო? არამედ ნებისმიერ ტოქსიკურ ადამიანს მიესადაგება ამგვარი აღწერა. ის წერს, რომ ესეთი ტოქსიკური ადამიანები, ისინი გვანან გამჭვირვალე ტოქსინს
ჭიქა წყალში, რომლის მისას ჩვენ ვერ ვგრძნობთ ჯერ იმ ქაოსს, რომელიც ორგანიზმში იწყება, მანამდე სანამ სხეული არ დაიწყებს შხამზე რეაგირებას. აი, მე მგონი ძალიან კარგი აღწერა არის თვითონ აი ამ ტოქსიკური ადამიანების ზემოქმედებისა ჩვენზე. და არა მარტო ნათესავების, როგორც უკვე ვთქვი. ეხლა მე მინდა მოვიხმო იმისთვის, რომ ცოტა უფრო კარგად გავერკვეთ, მინდა მოვიხმო ერიკ ბერნის 4 პოზიცია ადამიანებისა, რაც მან აღწერა, აი ადამიანების დამოკიდებულება, ცხოვრებისეული პოზიცია, საკუთარი თავის მიმართ, სხვების მიმართ, სამყაროს მიმართ. ასე უფრო კარგად გავერკვევით, სად რა ხდება და სად არის ეს ტოქსიკური პროცესები, რასთან არიან კავშირში. ნუ, პირველი პოზიცია არის ასეთი, მე ვარ ოკეი, მე კარგი ვარ, შენ კარგი ხარ, სამყარო კარგია. აქ არავითარ ტოქსიკურობასთან, რა თქმა უნდა, საქმე არ გვაქვს, პირიქით ეს არის ძალიან ჯანსაღი პოზიცია და ჩანს, რომ ადამიანი სავარაუდოდ, ყველაზე მეტად სავარაუდოდ არის ძალიან ჯანსაღ და მხარდამჭერ გარემოში გაზრდილი. მხარდამჭერი მშობლები ყავდა სავარაუდოდ მას, მეგობრები, პედაგოგები. შესაძლოა კარგ ქვეყანაშიც ცხოვრობდა, განჭვრეტადში და სტაბილურში. ხო? და შესაბამისად მას ჩამოუყალიბდა ეს საბაზისო ნდობა. ჯანსაღი ფონი ჰქონდა, მხარდამჭერი ფონი ჰქონდა, როგორც გეშტალტ თერაპევტები იტყვიან, ფონს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ ერთსა და იმავე პრობლემას ჯანსაღი ფონიდან წამოსული ადამიანი და ესეთი ტოქსიკური ფონიდან წამოსული ადამიანი აბსოლუტურად სხვადასხვაგვარად მიუდგებიან და სამწუხაროდ შედეგებიც სრულიად სხვადასხვა ექნებათ. ბუნებრივი არ არის საჭირო იმის განმარტება, რომელს ექნება უკეთესი შედეგი, ხო? ხო, შესაბამისად, ეს არის ძალიან ჯანსაღი პოზიცია, ჰარმონიული ადამიანია, მსგავსი ადამიანი და ამიტომ ამას გადავდებთ გვერდზე და არც ვეხებით. ეხლა შემდგომი პოზიცია, მოდით ავიღოთ ამისი სრულიად საპირისპირო, ანუ ყველაზე მძიმე. ყველაზე მძიმე პოზიცია არის მე არ ვარ ოკეი, მე არ ვარგი ვარ, აქ ჩვენც არ ვარგი ხარ და არც სამყარო არ ვარგა. ეს არის ყველაზე მძიმე პოზიცია, თუმცა აქ ვერ ვიტყვით, რომ რაღაც ესეთი აშკარა დასანახია ის ტოქსიკური, ვთქვათ, რაღაცა დამოკიდებულება მშობლებისა ბავშვთან. რატომ არ არის ეს ასეთი აშკარა? იმიტომ რომ აქ სავარაუდოა მშობლების პოზიცია იგნორანსი. ანუ ისინი გულგრილობა, გულცივობა. ისინი შესაძლოა სულაც არაფერსაც არ აკეთებენ, შესაძლოა სულაც არ ლანძღავენ ბავშვს. შეიძლება ლანძღავენ კიდევაც, მაგრამ შეიძლება სულაც არ არის ეს უარყოფითი დამოკიდებულება, მაგრამ არის ემოციური სიცივე. და ეს არის ამ შემთხვევაში ის ტოქსინი, რომელსაც ბავშვი იღებს და რომლის შედეგადაც მას უფორმირდება აი ეს განცდა, რომ მე მარტო ვარ ცხოვრებაში. მე მარტო ვარ. და ეს საზიზღარი სამყარო დაწყებული ყველაზე ახლობელი ადამიანებიდან და დამთავრებული მთლიანად სამყაროთი საჩემო არ არის. და თუ აქ არ მოხდა ფსიქოთერაპიული ჩარევა და ფსიქოთერაპიული, ასე ვთქვათ, მკურნალობა, გარკვეული პერიოდი, შეიძლება ამას საკმაოდ მძიმე ამბები მოყვეს, ანუ ხანგრძლივ პერიოდში, იქ ან სერიოზული უკვე ფსიქიატრიული მკურნალობა დაჭერდეს ადამიანს, ან სუიციდით დამთავრდეს ეს ყველაფერი და მოკლედ უმძიმესი შედეგები იყოს. აქ ეს ტოქსიკურობა შეიძლება არ არის ასეთი ნათლად გამოხატული, მაგრამ ეს არის სწორედ გულცივობასა და გულგრილობაში, ხო? შემდეგ, აი აქ უკვე საინტერესო ამბები მოდის.
და არაერთხელ გამიგია კლიენტებისგან. ესე იგი, ასეთი პოზიცია. მე არ ვარ ოკეი, მე არ ვარ კი ვარ. შენ კარგი ხარ, სამყარო კარგია და აი ამ თელ ამბავში ერთადერთი მე ვარ ის, ვინც არ ვარ საკმარისი, არ ვარ კარგი და არ ვარ არაფრის შემძლე. აი ესეთი დამოკიდებულება. აი აქ სავარაუდო არის ძალიან, რომ მშობლების ტოქსიკურობა, დედის თუ მამის არ აქვს მნიშვნელობა, იყო საკმაოდ მკვეთრად გამოხატული. და როგორი სახით? აი შესაძლებელია ასეთი ყოფილიყო, რომ დედა მაგალითად ეუბნებოდა შვილს, რომ აი შენგან დაიწყო ყველა ჩემი უბედურება. აი შენ რომ არ ყოფილიყავი, მე რა ვიცი მე გავთხოვდებოდი მეორედ, დისერტაციას დავწერდი, წავიდოდი უცხოეთში საცხოვრებლად. ანუ ფაქტობრივად ამ ყველა გამონათქვამით ის მესიჯს აწვდის ბავშვს, რომ შენ საერთოდ გასაჩენიც არ იყავი, საცოცხლებელიც არ ხარ ზოგადად. შენ არ უნდა იყო. და ეს საცოდავი ბავშვი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ცდილობს დაუმტკიცოს დედას მაგალითად, ხო, თურქიის დედა არის, რომ ის ღირსია, რომ იცოცხლოს, რომ ისუნთქოს, რომ იყოს ზოგადად და შეუძლია რაღაცეების გაკეთება, შეუძლია რომ დედას ასე ამოვნოს, შეუძლია მას პირობები შეუქმნას. აი ასეთი ამბავია ხოლმე. თუ ამ ბავშვმა და შემდგომ დიდმა არ ჩაიტარა თერაპია და არ მიხვდა, რომ ეს მისი თემა საერთოდ არ არის. ეს არის დედის თემა, რომელიც არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ადამიანი და უბრალოდ ისეთი ადამიანი, რომელსაც არ სურს, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, მას არ სურს პასუხისმგებლობის აღება თავის ცხოვრებაზე, საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარ გადადგმულ ნაბიჯებზე. იმიტომ რომ უკაცრავად და ამ ბავშვის გაჩენაც მისი არჩევანი იყო. და საკუთარი არჩევანის გამო ეხლა ბავშვს არ უნდა ეწუწუნებოდეს. იმიტომ რომ თვითონ გადადგა ეს ნაბიჯი. ან ვთქვათ, რა ვიცი მე, დისერტაციას რაც ეხება, იცით რა? არ არის ესეთი მარტივი ეგ ამბავი. იმისთვის რომ დისერტაცია დაწერო, ერთი ადგილის სკამზე უნდა დადო, გადმოიღო წიგნები, იკითხო, აანალიზო და წერო. უამრავი დრო და ენერგია ჭირდება ამას. რთულია. უფრო მარტივი არის ბავშვს გადააბრალო ეს ყველაფერი. და ეხლა ნურავენ, მეტყვის, აი მარტოხელა დედამ რაქნას, მარტოხელა დედა იყო ჯოან როულინგი, რომელიც კაფეში იჯდა და წერდა აი თავის საოცნებო რომანს ჰარი პოტერს, აი პატარა შუალედებში, როდესაც მის ბავშვს ეძინა. მარტოხელა დედა იყო პატრისია ბატი, ოფთალმოლოგი, რომელმაც შექმნა აპარატურა, რომელიც შემდგომ პროტოტიპი გამოდგა აი იმ ლაზერული აპარატისა, რომლითაც კეთდებოდა შემდგომ დაიწყეს კატარაქტის ოპერაციების გაკეთება. მარტოხელა დედა იყო. ნეტავ როგორ მოახერხეს? მარტივია პასუხი. ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ხელში აიღეს საკუთარი ცხოვრება, რომლებიც ელემენტარულად პასუხისმგებლები იყვნენ საკუთარ ცხოვრებაზე, საკუთარი ცხოვრების სცენარზე, საკუთარ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯზე. პასუხისმგებლობას იღებდნენ და შესაბამისად გახდნენ საკუთარი ცხოვრების ავტორები. საკუთარი სცენარით წარმართეს საკუთარი ცხოვრება. ვინ ამბობს რომ მარტივია? მაგრამ შესაძლებელია და სრული უნამუსობაა რომ საკუთარი ასე ვთქვათ წარუმატებლობა გადააბრალო ბავშვს, რომელსაც ამაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის.
მეორე მომენტი სხვათა შორის და კიდევ საკმაოდ მძიმე მომენტი არის, როდესაც მშობლები ცდილობენ, რომ საკუთარი განუხორციელებელი გეგმები განახორციელებინონ შვილებს. იქ არის ისეთი კატეგორიულობა, იქ არის იმდენად ჩახშობა ბავშვის ნებელობის, აი დაკვირვებული ვარ ასეთ ადამიანებს, რომლებმაც მშობლების გეგმები განახორციელეს, მშობლების განუხორციელი გეგმები განახორციელეს, ნებელობა აქვთ დათრგუნული უკიდურესად. იმიტომ რომ ისინი წარმართავენ ყოველ ნაბიჯს ზუსტად ისე, როგორც ამას მათგან მშობელი მოითხოვს. ყველა არ არის ასე, არიან ადამიანები ძლიერები, რომლებსაც ყოფნით აი ეს შინაგანი ძალა და შინაგანი საყრდენი იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს გაექცნენ, მე მინდა გაგახსენოთ ერთი ასეთი ამბავი, ვინც უფროსი თაობის წარმომადგენელი ხართ, ნამდვილად გემახსოვრებათ, იყო ესეთი სცენარისტი ალეგ ასიტინსკი. სხვათა შორის საკმაოდ ნიჭიერი სცენარისტი იყო, რატომღაც ცოტა ფილმებისთვის აქვს სცენარი დაწერილი და რაღაც ცოტა ფილმებში იყო როგორც რეჟისორი, თუმცა ხო გეუბნებით, ნიჭიერი ადამიანი იყო, აი ზვიზდა პლინიტილნოვაში ასწა ცნობილი ფილმი მისი სცენარით არის გაკეთებული, იქ მიხაილ ლომონოსოვი მთელი ეს ფილმი, სერიალი მე მგონი მისი სცენარით არის გაკეთებული. მაგრამ მას აი ეს დაუკმაყოფილებლობის განცდა ჰქონდა, რამე თუ ის ოცნებობდა მუსიკოსობაზე და ოცნებობდა პიანისტობაზე. და რა მოხდა? გაგახსენდებათ, ასევე 80-იან წლებში იყო ასეთი პატარა გოგონა ულამაზესი, პალინა ასიტინსკაია, რომელიც იყო პიანისტი ვუნდერკინდი და რომელიც კონცერტებს დადიოდა მთელ საბჭოთა კავშირში, უცხოეთშიც, ერთი სიტყვით მთელი ამბავი იყო ატეხილი, ამ ბავშვზე იღებდნენ ფილმებს, აკეთებდნენ ინტერვიუებს მასთან და ყველაფერი იყო გადასარევად და კარგად, სანამ არ აეხსნა ფარდა ამ ყველაფერს, სანამ ეს ბავშვი, თუ არ ვცდებით 13 წლის ასაკში არ გაიქცა სახლიდან. და აღმოჩნდა, რომ იქ იყო არა მარტო ეს რაღაც ნებელობის დათრგუნვა და საკუთარი აი ამ დაუკმაყოფილებელი ეგოს დაკმაყოფილება ბავშვში, არამედ იქ იყო ჩვეულებრივი ძალადობა და ეს ხშირად ხდება, ეს არ არის ერთეული შემთხვევა, როგორც წესი, აი ძალადობაში გადაიზრდება ხოლმე, ჩვეულებრივი ტრივიალური ძალადობა, ცემა, დასისხლიანება, ტანზე ტანსაცმლის შემოხევა, ანუ ჩვეულებრივი მოქმედებები, რომლებისთვისაც ახლა ციხე იქნებოდა სრულიად დამსახურებულად, მაგრამ საბჭოთა კავშირი ნეტარი ქვეყანა იყო. ხო, და ბავშვმა ესე იგი გააგრძელა ცხოვრება ინტერნატებში და რაც მთავარია, ის ამბობდა, სხვა შორის არჩეულებრივი ქალბატონია ეხლა უკვე, ის დარჩა მუსიკაში, მან თქვა, რომ მე მომიწიაო ხელახლა სწავლა ყველაფრის, იმიტომ რომ მამა იყო არაპროფესიონალი, სრული არასწორად იყო ნასწავლი ეს ყველაფერი და ეგო გაცილებით უფრო ძნელია და მე ვეთანხმები გაცილებით უფრო ძნელია, რომ რაღაცა ნასწავლი გადააკეთო, ვიდრე თუნდაც გვიან, მაგრამ ხელახლა ისწავლო ეს ყველაფერი, ხო? და აი მომიხდა ყველაფრის გადაკეთება, ხელახლა სწავლა ამ ყველაფრის, ანუ ისევ კოლოსალური ენერგიის და დროის ჩადება ამ ყველაფერში, თუმცა როგორც გითხარით, ძალიან დიდი გულადობა გამოიჩინა ამ გოგონამ და დარჩა მუსიკაში და დღესაც ამბობს, რომ მე ბედნიერი ვარ ჩემი პროფესიით, ის რომ მე მყავს ჩემი მაყურებელი და ჩემი მსმენელი და ისე სხვათა შორის ის ამბობდა, რომ როდესაც მამა უკვე კვდებოდაო, უკვე მოხუცი იყო და მე მივედიო მასთანო და ვუთხარიო, რომ მამაო, გინდაო რომ შენთვის დავუკრაო.
და იმან მითხრა, არა, ჩემთვის არაფერი არ გააკეთო. შენთვის გააკეთე. შენთვის დაუკარი. იშვიათი შემთხვევა, რომ სიცოცხლის ბოლოს მაინც ადამიანმა რაღაც გააცნობიეროს და რაღაც დაინახოს. მაგრამ ესეთი შემთხვევებიც ძალიან ბევრია, როცა მოდის ეს მშობლის დაუკმაყოფილებელი ეგოს დაკმაყოფილება შვილში. ესეც ამას შეგვიძლია ჩვენ მივაკუთვნოთ, ამ მეორეს, რომ მე არ ვარ კარგი და ყველა დანარჩენი კარგია. სხვათა შორის ასეთ ადამიანებს, რომლებიც სწორედ ასეთი ტოქსიკური მშობლების შვილები არიან, ძალიან ხშირად იცით როგორ მოდიან, ამას ვეძახით ჩვენ შეფასებითი განსჯებით საკუთარი თავის შესახებ. ეს იგი რას ვეძახით შეფასებით განსჯას. მაგალითად, ასეთი ადამიანი მოდის და ამბობს, მე არავისთან არ მაქვს კონტაქტი, ადამიანებთან კონტაქტი არ მაქვს, იმიტომ რომ უვარგისი ვარ. უვარგისი ეს არის შეფასება, რომელიც მას ჩამოუყალიბეს სწორედ, რა ვიცი, მშობლებმა, გარემომ, შეიძლება ხო? ყოველ შემთხვევაში უახლოესმა გარემომ. და კარგი თერაპია არის ის, რომელიც ნელ-ნელა გადაიყვანს ამ შეფასებით განსჯას აღწერილობითში. მაგალითად, რა არის იგივე შემთხვევისთვის აღწერილობითი მსჯელობა? არის ასეთი, მე არ მაქვს ადამიანებთან ურთიერთობა. საქმე ის არის, რომ ბავშვობაში მე ბულინგის მსხვერპლი ვიყავი და ამან ჩემზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა. ახლა მსგავსი ამბები აღარ ხდება, მაგრამ მე განვაგრძობ ძველი პატერნებით ცხოვრებას. ეს არის აღწერილობითი. აქ არ არის შეფასება, არ არის საკუთარი თავის, ასე ვთქვათ, დამცირება, შეურაცხყოფა, აქ უბრალოდ აღწერა არის, როგორ მოხდა ის, რომ მე დღეს ასე ვარ. და ეს ძალიან კარგია. თუ ჩვენ როგორც თერაპევტები შევძლებთ ამას, რომ შეფასებითიდან გადავიყვანთ აღწერილობითში, ეს უკვე პირველი ნაბიჯია წარმატების გზაზე. პირველი ნაბიჯი არის, ასე ვთქვათ, განკურნების გზაზე. ეხლა მოდით ვნახოთ, ეს იყო, ასე ვთქვათ, მესამე პოზიცია და მეოთხე პოზიცია. მეოთხე პოზიცია არის ასეთი, მე ვარ ოკეი, მე ვარ კარგი, შენ არ ხარ ოკეი. არ ხარ კარგი და არც სამყარო არ ვარგა. ერთი სიტყვით, მთელ ამ სამყაროში მე ვარ ერთადერთი ღირებული ადამიანი, მე ვარ სამყაროს ჭიპი და ასე შემდეგ. როგორ ყალიბდება ასეთი შეხედულება? ასეთი შეხედულება სავარაუდოა, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ყალიბდება სწორედაც ოჯახში, როდესაც მშობლები უნერგავენ ამას ბავშვს, რომ ჩვენ ვართ აღმატებულები, შენ თავისთავად, იმიტომ რომ ჩვენ გვეკუთვნი, ჩვენ ვართ აღმატებულები, ჩვენ ვართ საუკეთესოები, ჩვენ ვართ, რა ვიცი, მე ცისფერსისხლიანები და ყველა დანარჩენი არის პლებსი და პლებსთან ურთიერთობა შენ შვილო არ გარგებს. ასეთი განწყობით ბავშვი შემდეგ ხვდება სხვადასხვა დაწესებულებებში, სკოლაში, უნივერსიტეტში, სამსახურში. ბუნებრივია, ის ადამიანებს უყურებს ზევიდან ქვევით და შესაბამის რეაქციებსაც იღებს. არა კი, წინა პოზიციის ადამიანებს ხელად დაიმონებს თუ კი მოუნდება, მაგრამ ეს ხომ მას არ მისცემს კმაყოფილებას. ვერ მისცემს კმაყოფილებას, იმიტომ რომ იმის მაგივრად, რომ ყველა მაღიაროს მისი უნიკალურობა, მისი ერთადერთი უნიკალურები ყველა ვართ, მაგრამ მისი აღმატებულება, ხო? მისი აღმატებულება სხვებზე. ვიღაცა ტიპები დარბიან, აქეთ-იქით
რომლებიც მას აიგნორებენ და კიდევ უფრო უარესი ხდება ზოგიერთი ისე ლაითად მოსვამს ხოლმე თავის ადგილას. რა ხდება? გაგიჟებულია ადამიანი, გაბრაზებულია და თერაპიაზე მოდის განა იმისთვის, რომ გაარკვიოს ზოგადად რა ხდება. ის ელის დასტურს თერაპევტისგან, რომ მას საქმე აქვს საშინელ ადამიანებთან, შურიანებთან. აი ისინი შურიანები არიან, ხო სწორია. აი ვერ ხედავენ ჩემს ამ ყველა თვისებას. შურიანი ადამიანები არსებობენ, რაზეა საუბარი? და ვინც არ ვართ თლად ბოლომდე მახინჯი და უტვინო, ყველას ვიღაცა მოშურნე ყავს. მაგრამ შეუძლებელია, რომ ყველა ვინც შენს გარშემო არის, შენი მოშურნე იყოს, ხო? მაშინ უნდა დაფიქრდე, იქნებ რაღაცა ხდება. იქნებდა ჩემგან მოდის რაღაც ასეთი, რომ აი იმ ჩემს ქცევაზე რეაქცია, ჩემს დამოკიდებულებაზე რეაქცია არის ამგვარი. რომ ვიღაცები მაიგნორებენ. ჯანსაღ ტიპებზეა საუბარი, ხო? ჯანსაღი დააიგნორებს, აბა რა, ხა ის ასეთი პათოლოგიით სრულიად არ არის დაინტერესებული და რატომ დააჩუქოს იმას რაღაცა თავისი დრო, თავისი ენერგია და თავისი რაღაცა ძალისხმევა. სულ არ აინტერესებს მას ასეთი ადამიანები. ის თავისი ცხოვრებით არის დაკავებული, თავისი საქმეებით, ხო? რატომ და მიაქციოს იმას ყურადღება ჯანსაღმა. ხო და აი ასეთი ამგვარი ამბები ხდება და ხა თუ თერაპიის განმავლობაში მოხდა იმის გაცნობიერება, რომ ეს იცი რა ეს საკუთარ ქმედებებზე არის ეს რეაქცია, რასაც მე ვიღებ. მაშინ კარგია და მაშინ მოხდება ეს ცვლილება, მაგრამ საქმეც ეგ არის, რომ იცით ეს ძალიან იშვიათად ხდება. იმიტომ რომ როგორც კი ცოტათი დაფრუსტრირდება, იმითი რომ იცი რა, აბა დაფიქრდი, რა ხდება, იქნებ შენშია საქმე. ეგრევე გარბის ასეთი ადამიანი თერაპიიდან. ხშირ შემთხვევებში, კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა შემთხვევა არ არის ასეთი, არის ისეთი შემთხვევებიც, სადაც ის ხდება რაშია საქმე. და ამ შემთხვევაში თერაპია, ასე ვთქვათ, შედეგიანია. მაგრამ ასეთი შემთხვევები არ არის ბევრი. ამაშია საქმე. კაი, ჩემო ბატონო, ეს მიმოვიხილეთ ამგვარი ადამიანები. მაგრამ როდესაც ჩვენ გვხვდებიან აი ის ტოქსიკური ადამიანები, რომლებიც აფრქვევენ ჩვენზე აი ამ შხამს. აი მაშინ როგორ მოვიქცეთ? როგორც ერთ-ერთ იუმორისტულ გადაცემაში სვამენ კითხვას, ჩვენ რა ვქნათ ჩვენ ამ შემთხვევაში. აი ასეთ შემთხვევებში არის გარკვეული სტრატეგიები, როგორ შეიძლება მოვიქცეთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა, ამ ტოქსიკურმა ადამიანებმა სულ ერთია, ოჯახის წევრებმა, ვთქვათ, მეგობრებმა, პარტნიორებმა, რაც ასევე ხშირად ხდება, თუ ჩვენს სამუშაო გუნდში მყოფმა ადამიანებმა არ იხეირონ და ჩვენ არ დაგვანგრიონ, ხო? არსებობს გარკვეული სტრატეგიები ამისთვის. პირველი სტრატეგია ეს არის გარკვეულწილად დისტანცირება ასეთი ადამიანებისგან. მე მესმის, რომ თუ კი თქვენ ცხოვრობთ ასეთ ადამიანთან ერთად, რთულია დისტანცირება, რთულია მისგან შორს თავის დაჭერა, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ, სულ ერთია ეს გამოადგებათ იმათაც, ვინც არ ცხოვრობს ერთად და იმათაც, ვინც ერთად ცხოვრობს ასეთ ადამიანებთან. დისტანცირება უნდა მოხდეს დაგეგმვით და time management-ით. აი ძალიან ისეთი მარტივი თემა. თქვენ უნდა დაგეგმოთ, აი მაგალითად დილად ენდება, რამდენ ხანს ვკონტაქტობ ამ ადამიანთან, დილით სანამ წავალ და რამდენ ხანს ვკონტაქტობ მერე, როდესაც სამსახურიდან მოვდივარ.
ან ვთქვათ უნივერსიტეტიდან მოვდივარ, სასწავლებლიდან მოვდივარ. რამდენ ხანს ვკონტაქტობ? აი ეს ლიმიტი უნდა შეიმუშავოთ და ამ ლიმიტს გაყვეთ. გარდა ამისა, ამ ლიმიტის დროსაც ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ მოუყვეთ ამ ადამიანს თქვენი საქმეების შესახებ. აი რა ვიცი, ხო არის ხოლმე ოჯახის წევრებს, დედას, მამას უყვებით, აი შეყვარებულმა მიმატოვა, იქ რა ვიცი, სამსახურში უფროსთან რაღაც არასასიამოვნო დიალოგი მქონდა, რაღაც დამამცირა. არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ამ ინფორმაციის გამოყენება მოხდება თქვენს საწინააღმდეგოდ. შეიძლება იმ წუთში არა, თუმცა შეიძლება იმ წუთშიც გამოიყენონ, მაგრამ რაღაცა პერიოდის შემდეგ აუცილებლად გეტყვის, აი ძალიან სწორი გააკეთა შენმა შეყვარებულმა, რომ მიგატოვა. სიყვარული შეგიძლია შენ ურთიერთობების აწყობა თუ საერთოდ რა შეგიძლია. ან სწორედ ქნა შენმა უფროსმა კარგად რომ გამოგლანძღა. არა რა რისი მაქნისი ხარ საერთოდ, რა განათლება გაქვს შენ, კვალიფიკაცია გაქვს შენ, თუ საერთოდ რისი შემძლე ხარ. საკუთარი თავის წარმოჩენაც არ იცი. აი ასე მოგიბრუნდებიან, ასე რომ ღმერთი არ გაგიწყრეთ და საკუთარი ცხოვრების დეტალებში ასეთი ადამიანები არ ჩააყენოთ. ისაუბრეთ განყენებულ თემებზე. აი იმ ლიმიტში უამრავი თემაა განყენებული, რა ვიცი, წიგნები, ფილმები, სერიალები, მეზობლები ბოლოს და ბოლოს. აი ასე და ამგვარად, რომ ნაკლებად იყვნენ საქმის კურსში რა ხდება თქვენთან. ამითი თქვენ საკუთარ თავს დაიცავთ. იმიტომ რომ იცით რა შეა საქმე? საკუთარი თავის დაცვა ასეთი შემოტევებისგან. ეს არ არის ეგოიზმი, ეს არის თვითგადარჩენა. მე ამას ყველა ჩემ კლიენტს ვეუბნები და აქაც ამ გადაცემებში ცითით რამდენჯერაც დამჭირდება, იმდენჯერ გავიმეორებ, იმიტომ რომ გამეორება ცოდნის დედა. როდესაც მე ვცხოვრობ, ვფიქრობ, ვაზროვნებ, ანუ ვგრძნობ და ვმოქმედებ ისე, როგორც მე მიმაჩნია სწორედ, სხვების დაუზიანებლად, რა თქმა უნდა, სხვების საზღვრებში შეუჭრელად, ეს არის არა ეგოიზმი, არამედ საკუთარი თავის სიყვარული. აი, როდესაც მე სხვებს ვაიძულებ, რომ მათ იცხოვრონ, იაზროვნონ, იფიქრონ, იგრძნონ და იმოქმედონ ისე, როგორც მე მინდა, აი ეს არის ეგოიზმი. იმიტომ რომ სწორედ ეს არის სხვის საზღვრებში შეჭრა და ეს არის ტოქსიკურობა. და არა ის, როდესაც მე ჩემ თავს ვუფრთხილდები, როდესაც მე თვით ზრუნვაში ვარ. ამიტომ ეს დაიმახსოვრეთ და აი ეს არის თვით ზრუნვა, ლიმიტირება და ამ ლიმიტის ფარგლებში განყენებულ თემებზე საუბარი. ეხლა იცით რა შეა საქმე? პარტნიორებთან იგივე, თუმცა იცით რა არის, მე მიბოძეთ, რომ ერთი ფრაზა გითხრათ, მშობლებს ჩვენ არ ვირჩევთ, ხო? არ ვირჩევთ, გვერგებიან ხოლმე და მათთანაც კი შეგვიძლია, რომ გარკვეულწილად დავარეგულიროთ ეს ამბები, რომ არ დაგვანგრიონ, ხო? რომ გადავირჩინოთ თავი, რომ საკუთარ თავზე ვიზრუნოთ. რაც შეეხება პარტნიორებს, პარტნიორები ხო ჩვენ ავირჩიეთ? ხო და უბრალოდ მინდა გაგახსენოთ, რომ რაც ექვემდებარება ამორჩევას, არჩევას, ის გადარჩევასაც ექვემდებარება ზოგ ასე ვთქვათ შემთხვევაში. ну, კერძოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ტოქსიკურობა უკვე გაუსაძლისია და გადადის ძალადობაში და როგორც წესი პარტნიორებთან ეს ხშირად ესეა, რომ ძალადობაში გადადის ხოლმე ძალიან ხშირად ეს ტოქსიკურობა. ხო და რა ვიცი, არჩევანი თქვენზეა, თქვენ
უკვე დიდები ხართ, შეგიძლიათ პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ ცხოვრებაზე, თუმცა მე მესმის, რა თქმა უნდა, რომ საქართველოში ძალიან დიდი პრობლემა არის ამისი, იმიტომ რომ ქალებს ხშირად წასასვლელი არ აქვთ არსად, ისინი ეკონომიკურად არიან დამოკიდებულები თავის პარტნიორებზე და აქედან გამომდინარე ვერ აკეთებენ ვერაფერს. თუმცა არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც ქალებს ეხმარებიან, მაგრამ მაშინ მეც ერთ რამეს გეტყვით, მოდით პროფილაქტიკა ყოველთვის უფრო კარგია, ვიდრე უკვე მომხდარში ასე ვთქვათ, რაღაც ცვლილებების შეტანა, უბრალოდ ცვლილებების ვერ შეტანა იმის გამო, რომ არ გაქვს ამის უნარი, იმიტომ რომ ხარ, ასე ვთქვათ, წასასვლელი არსად არ გაქვს, იმიტომ რომ ფინანსები არ გაქვს, ხო, და ვერ ცვლი შენს ყოფიერებას და ამიტომაც ვიტყვი, გოგონებო, ახალგაზრდებო, გახსოვდეთ, როგორ მილიონერზეც არ უნდა გათხოვდეთ, თქვენ უნდა გქონდეთ თქვენი სამსახური, თქვენი ფინანსები, თქვენი კარიერა და თქვენი ჭერი თავისი 4 კედლით. თქვენი პირადი დამოუკიდებელი. მაშინ არ გაგიჭირდებათ თქვენი ცხოვრების შეცვლა იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ასეთი ამბავი და არ გაგიმართლათ არჩევანში. ასეთი ამბები ხდება. შეცდომები ყველას მოგვდის. არ არის ეს ისეთი ტრაგიკული. ტრაგიკული არის ის შეცდომა, რომელსაც არ ასწორებ, თორე თუ კი გამოსწორების გზაზე ხარ და თუ გამოსწორება შეგიძლია, ის უკვე შეცდომა კი არა, ის არის კარგი გამოცდილება. კი ბატონო და კარგი გაკვეთილი. რაც შეეხება ტოქსიკურ მეგობრებს და მათთან დისტანცირებას, ხო? ეს პრინციპში არ არის რთული, იმიტომ რომ აი ხა მახსენდება ჩემი კლიენტების მონაყოლები, როდესაც აი მეგობარი რეკავს, ყვება თავისი პრობლემების შესახებ, მუდმივად თან ეს ერთხელ და ორჯერ კი არ არის, სულ აი ესე წუწუნებს თავის პრობლემების შესახებ და თქვენ რომ მოინდომოთ იგივეს გაკეთება, აი რაღაცა რომ შეშჩივლოთ, რომ აი იცი რა არის, აი ეს გამიჭირდა რაღაცა. სასწრაფოდ სადღაც გაძვრება და გაუჩინარდება. ხო და მინდა გადააგისვათ ასეთი კითხვა და მოდით მიპასუხეთ. რატომ უტარებთ უფასო თერაპიას იმ ადამიანს, რომელსაც თქვენ მხოლოდ საკუთარ ემოციურ სანაგვეთ უნდიხართ? აი ამიხსენით. რატომ უტარებთ ასეთ ადამიანს უფასო თერაპიებს? არ არის საჭირო. როგორ ასე ვთქვათ, არიდოთ თავი ამას, არ არის ეს რთული, ამისთვის კონფლიქტი საჭირო, სულაც არ არის. არც ის არის საჭირო, რომ ყურმილი დაუგდოთ, არც ის არის საჭირო, რომ რაღაცა ცუდად უთხრათ. არა, სრულიად საკმარისია დიდი ემპათიით განუცხადოთ, რომ უი მართლა, როგორ რთულ სიტუაციაში ხარ და როგორ აპირებ ამასთან გამკლავებას? არ დაიწყოთ ანალიზი და რჩევების მიცემა. აი ესე კითხეთ, როგორ აპირებ ამასთან გამკლავებას? მორჩა. მომენტალურად დაიკარგება ამ ადამიანის ინტერესი თქვენს მიმართ. ასე რომ დისტანცირება, time management-ი, ლიმიტის დაწესება და ამ ლიმიტის დროს განყენებულ თემებზე საუბარი. ეს პირველი სტრატეგია. შემდეგ რა არის კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტია მართლაც. ჟღერს ასე, როგორც მოწოდება, აპატიე, მაგრამ არ დაივიწყო. ეხლა რა ხდება აქ? ჩვენ პატიება მიგვაჩნია ცოტა ესეთ უცნაურ რაღაცად, როდესაც მე მავიწყდება რა გამიკეთეს, ისევ ვიხუტებ ამ ადამიანს და ისევ მყავს გვერდით. არა ბატონებო, არ არის ეს პატიება.
ახლა მოდით ვნახოთ რა ხდება. საქმე ის არის, რომ ჩვენ გვახსოვს ხომ, რომ აი ასეთი ტოქსიკური ადამიანების ზემოქმედებისას, ჩვენი ურთიერთობისას, ჩვენთან იღვიძებს, როგორც უკვე ითქვა, ბრაზი, წყენა, გულგატეხილობა, აგრესია, ხო, აი ეს ყველაფერი. და მერე ჩვენ რას ვაკეთებთ, აბა დააკვირდით? მერე ჩვენ ყველა ამ ემოციას ველოლიავებით ვუფრთხილდებით, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ხო სამართლიანად განვიცდით ამას. აი ეს სამართლიანობის განცდა გვიბიძგებს იქითკენ, რომ არსად არ გაუშვათ ეს ემოციები, გავუფრთხილდეთ მათ, ველოლიავოთ. და სინამდვილეში რა ხდება იცით? სინამდვილეში არის ის, რომ აი როგორი სურათია. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ყოველ დღე სვამთ შხამს, ოღონდ იმედოვნებთ, რომ ეს შხამი სხვას მოკლავს. არ მოკლავს იმ სხვას ეს შხამი. თქვენ დაგაზიანებთ. ამიტომაც პატიება გულისხმობს სწორედ ამას, აი ამ შხამის არ დალევას. ამ ემოციების დატოვებას. აი იმ ჭიქაწყალში. არ დალევას. და ამ პლუს ამას ემატება არ დაივიწყო ან მეხსიერება, რისთვის გვჭირდება ეს მეხსიერება? მეხსიერება ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ შემდგომში უკვე ეს ყოველივე არის როგორც ნაიარევი, რომელიც უკვე აღარ გვტკივა, იარა აღარ არის ის, აი ხელზე, მაგალითად იარა მქონდა, მტკიოდა, მაგრამ შეხორცდა, გაიარა, აღარ მტკივა. ნაიარევი მეტყობა მხოლოდ. და აი ეს ნაიარევი ძალიან კარგია, იმიტომ რომ მას მე შემიძლია შევხედო და უკვე ყოველგვარი ტკივილის გარეშე გავიხსენო ის ეპიზოდი, რომელიც ამ ნაიარევთან იყო კავშირში, ყოველგვარი ემოციების გარეშე, როგორც ჩემი ბიოგრაფიის ნაწილი. და ეს სხვათა შორის უკვე ფაქტობრივად ასეთი დამოკიდებულება უკვე მიმღებლობაა. და მიმღებლობა ძალიან კარგია, იმიტომ რომ მიმღებლობა რას ნიშნავს? მიმღებლობა ნიშნავს იმას, როდესაც მე ვაცნობიერებ, რომ ეს ადამიანი ასეთია, მე მას არ შევცვლი, ვერ შევცვლი. თუ მან თვითონ არ მოინდომა ცვლილება, მე მას ვერ შევცვლი. და მე უნდა მოვიქცე უბრალოდ ისე, რომ მე არ დავზიანდე, რომ მე არ დავინგრე. ხო? და ის, რაც მე გავაკეთე ადრე, რა შეცდომაც მომივიდა, რამაც დამაზიანა, კარგია რომ დავხედო, იმიტომ რომ გამახსენდება და შემდგომში იგივე შეცდომას მე აღარ დავუშვებ. აი, დაახლოებით ასეთი მიდგომა არის და ეს სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ეს ამას მოაქვს ისევ გვიბრუნებს კონტროლს სიტუაციაზე და გვიბრუნებს იმის განცდას, რომ ჩვენ ბევრი რამე შეგვიძლია, რომ ჩვენი ცხოვრება ჩვენს ხელთ არის, რომ ჩვენი ცხოვრების წინა რიგებში აღარ იხდებიან ასეთი ადამიანები, რომ ჩვენ გვაქვს იმის უნარი, რომ ისინი გადავიყვანოთ ჩვენი ცხოვრების უკანა რიგებში, გალორკაზე თუ ავიყვანოთ, მთლად გადასარევი და უკეთესი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ამ კონტროლის განცდას დაგვიბრუნებს ყოველივე ეს. სხვათა შორის რისი თქმა მინდოდა კიდევ დააკვირდით, როდესაც ამ ადამიანებზე სხვებთან საუბრობთ, როგორ საუბრობთ მათზე. ანუ ეს არის რაღაც ხა ცუდ სიტყვას ვიტყვი, მაგრამ აი ჭორაობის თემაა, აი ის, რასაც თქვენ აკეთებთ. ანუ ჭორაობა რას ნიშნავს? ჭორაობა ნიშნავს მთელი ამ ემოციების გადმონთხევას, რაც მე მაქვს. აი ზუსტად იმ ემოციებით მოყოლას. ხო რომ აი ესე იყო, აი ეს გამიკეთა, წარმოგიდგენია? ანუ თუ თქვენ ამას აკეთებთ, თქვენ კვლავ ხართ იმ დესტრუქციული ემოციების გავლენის ქვეშ და მაშინ
რაღაცა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ რამე მეთოდს უნდა მიმართოთ, აი აქ ჩამოთვლილებიდან კიდევ გვექნება, იმისთვის, რომ ეს ემოციები დატოვოთ, ეს შხამი აღარ დალიოთ. ხო? და აი თუ თქვენ ამას ყვებით გაზიარების ტონალობაში, გაზიარება ყოველთვის ემოციურ სიმშვიდესთან არის კავშირში. ეს სხვადასხვა აი ვიქტორ ფრანკლი, არაჩვეულებრივი ფსიქოთერაპევტი, ნუ აი ჩემი კერპი, ვენის მესამე ფსიქოთერაპიული სკოლის მამამთავარი, როდესაც იჯდა საკონცენტრაციო ბანაკში და იქ ხო ნუ რა ტოქსიკურობაზეა ლაპარაკი, ის არის აი რაღაც სიურრეალისტური კოშმარი, ხო, რაც იქ ხდებოდა. აი რაღაც სიზმარი რო გესიზმრება და გოგონია რომ ეხლა უნდა გაიღვიძო ის რაც იქ ხდებოდა. და როდესაც აი ის ადამიანი გამცირებსო, რომელსაც შენი ექთანი შენი კლინიკის ზღურბლზეც არ შემოუშვებდა და ის ადამიანი მხეცი დგას და გამცირებს. როგორ შეიძლება რომ აქ ემოციები არ წამოვიდეს და აი მისი მეთოდი იყო ის რომ მე ვდისტანცირდებოდიო ყველა ამ ემოციისგან და წარმოვიდგენდი რომ ომი დასრულდა, მე შევდივარ აუდიტორიაში ჩემ სტუდენტებთან და ვუზიარებ აი ამ ეპიზოდებს, ჩვენ მათ შესახებ მსჯელობთ, სახელებს ვარქმევთ. და აი ეს გაზიარება, აი ამ გაზიარების ემოციური სიმშვიდე იყო სწორედ ის და დისტანცირება ამ ემოციებისგან, რომელმაც გადაარჩინა ვიქტორ ფრანკლი აი ამ რა ვიცი, ტოქსიკურ გარემოში კი არა, საერთოდ უბედურებაში, ყველაზე დიდ უბედურებაში, რაც კი შეიძლებოდა ადამიანს თავს გადახდომოდა. ასე რომ თუ ჩვენ შევძელით მოვიპოვოთ ეს ემოციური სიმშვიდე, ხო? დავტოვოთ ეს შხამიანი ემოციები, არ დავლიოთ ეს შხამი. აი მაშინ ჩვენ შევძლებთ რომ გაზიარების სახით გავაზიაროთ აი ეს ჩვენი ეპიზოდი, იმ თვალსაზრისით რომ იცი რა, აი ესეთი რაღაცეებიც ხდება. შეიძლება მეგობარს ვუთხრათ, ან ახლობელს ვუთხრათ, რომ უბრალოდ მე მოგიყევი, იმიტომ რომ შენ იცოდე, რომ ასეთი რაღაცეებიც ხდება ამ ცხოვრებაში და ყურადღებით იყავი. ხო? შენც არ დაგემართოს მსგავსი რამ. ჩემს გარკვეულ შეცდომებზე შეგიძლია რომ შენც ისწავლო. მაგრამ ეს იქნება ემოციური სიმშვიდე, რომელიც ამ გაზიარებასთან არის კავშირში. კი ბატონო. ეხლა კიდევ ერთი მომენტი, იუმორი. იუმორი შეგვიძლია გამოვიყენოთ შეუზღუდავად, იმიტომ რომ იუმორი არის ის, რასაც მიაქვს ეს დაძაბულობა, რომელიც სრულიად, ასე ვთქვათ, რომელსაც ნოლზე დაყავს ეს ყოველგვარი, ასე ვთქვათ, მოჭიმულობა ასეთი კონფლიქტური სიტუაციის და მოქმედებს, იმიტომ რომ ჩვენს, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგეს ამ ტოქსიკურ ადამიანს, იმას ხო ძირითადად ეს ჭირდება, მას ჭირდება რა? დაძაბულობა, ასე ვთქვათ, დრამები, ჭირდება კამათი, ჭირდება კონფლიქტები. აი ეს დაძაბულობის ენერგიები ჭირდება მას, მოჭიმულობა. და იუმორი ამას აქ არწყლებს. ხო? და ჩვენ შეგვიძლია აი ასე შევამსუბუქოთ სიტუაცია, თუმცა იუმორითვე ადგილზე მოусვათ ეს ადამიანი. ხო, აი, არ ვიცი, ახლა რა მაგალითი მოვიყვანო, ხა მაგალითად, როცა ადამიანი საუბრობს და მას ვიღაც ეჩრება მუდმივად საუბარში და არ ვიცი, შეიძლება ასეთი რაღაცის თქმა, რომ არ ვიყავი მზად იმისთვის, რომ დღეს ორ ხმაში ვიმღერებდით, მაგრამ მოდით შევთანხმდეთ, რომ ახლა ჩემი ჯერია სიმღერის და მე თქვენც ჩაერთეთ. ხო? აი რაღაც, აი ასეთი შემსუბუქება, მაგრამ ამავდროულად იუმორი ხშირად თავის ადგილზეც სვამს ადამიანებს, ხო? ამიტომ ძალიან კარგი მეთოდია. შემდეგ, დარჩით თქვენს მოედანზე. რას ნიშნავს მოედანზე დარჩენა? საკუთარ მოედანზე დარჩენა, ხო? ნუ აი როგორც სპორტში, ჩვენ ხო ვიცით რომ გუნდი
ყოველთვის უფრო მეტად იგებს, უფრო მეტი შანსი აქვს მოგების, როდესაც ის საკუთარ მოედანზეა, ვიდრე როდესაც ის მოწინააღმდეგის მოედანზეა. დაახლოებით იგივე უნდა წარმოვიდგინოთ ჩვენც. ტოქსიკური ადამიანი აუცილებლად შეეცდება ჩვენს გადაყვანას თავის საკუთარ მოედანზე, სადაც ურთიერთობის მოდელი იქნება მაკრიტიკებელი მშობელი ბავშვი. ბავშვი, რა თქმა უნდა, თქვენ იქნებით, რომელმაც უნდა გაიმართლოს თავი გრძნოს უსუსურად, დამცირებულად და ასე შემდეგ. და იმან კიდევ უნდა მიგითითოთ, მითითებები მოგცეთ და გაკრიტიკოთ. არ დაუშვათ ეს, დარჩით საკუთარ მოედანზე, სადაც ურთიერთობის ფორმა არის ზრდასრული. და თუ კი თქვენ ასეთ ადამიანთან გაქვთ ურთიერთობა, ტოქსიკურთან, იქ საერთოდ არანაირი არგუმენტაცია მოსაყვანიც არ არის. იქ საუბარი უბრალოდ უნდა ჩაიჭრას. იმ მომენტში, როდესაც იწყება ეს შეურაცხმყოფელი მიმართვა, რა არგუმენტები, რის არგუმენტები, შეურაცხმყოფელ მიმართვაზე, ეგრევე უნდა ჩაიჭრას ეს ყველაფერი და ითქვას, რომ რა ვიცი, არ გაბედო ჩემთან ასეთ ტონალობაში საუბარი. ეს გავაკეთე, საჭირო იყო და ამიტომ გავაკეთე. ამ თემაზე საუბარს მე აღარ ვაპირებ. და არ გაბედო ჩემთან ასეთ ტონალობაში ოდესმე კიდევ საუბარი. აი, აქ არავითარი არგუმენტები, არავითარი ახსნა, ეს გავაკეთე იმიტომ რომ ნებისმიერ არგუმენტს ისინი გამოიყენებენ იმის დასამტკიცებლად, რომ ისევ თქვენ არ ვარგიხართ. ნებისმიერ არგუმენტები მხოლოდ ჯანსაღ პარტნიორებთან, ჯანსაღ თანამოსაუბრეებთან ურთიერთობისას. ხო? რომლებსაც რეალურად აინტერესებთ რაღაცა. ხო, ესე იგი, აი ეს არის საკუთარ მოედანზე დარჩენა. არავითარი გადასვლა აი ამ მაკრიტიკებელი მშობელი და ასე ვთქვათ, ბავშვი ურთიერთობებში. შემდეგ. დარჩით არა მარტო თქვენს მოედანზე, არამედ დარჩით საკუთარ ლიანდაგზე. ლიანდაგით მე ახლა ვგულისხმობ თქვენს ცხოვრების გზას. აი თქვენ მიდიხართ, თქვენ ხართ მატარებელი და მიდიხართ თქვენი ცხოვრების გზაზე თქვენს დეპოში, თქვენს პერსონალურ დეპოში და ეს არის თქვენი მიზნები, თქვენი ოცნებები, აი ის დეპო, სადაც უნდა მიხვიდეთ. არ აცდეთ ამ ლიანდაგს. რას ნიშნავს ეს? საკუთარ ლიანდაგზე დარჩენა. დაკავდით თქვენი ცხოვრებით. რაც უფრო მეტს ინვესტიციას გააკეთებთ საკუთარ ცხოვრებაში, დროის, ძალისხმევის თუ ფინანსურს, ეს ყველაფერი დაგეხმარებათ იმაში, რომ აი ესეთი ტოქსიკური ადამიანები აღარ იყვნენ თქვენი ცხოვრების დარბაზის პირველ რიგებში, არამედ გადავიდნენ უკანა რიგებში, ან საერთოდ გალორკაზე აღმოჩნდნენ, ხო? რაც უფრო მეტად იქნებით საკუთარი თავით დაკავებული, საკუთარი თვითგანვითარებით, საკუთარი მიზნებით, შეისწავლეთ რაღაცა ახალი, ახალი უნარები განავითარეთ, ახალი ცოდნა მიიღეთ. ჩადეთ ამაში ინვესტიცია. არასდროს არ არის ცუდი საკუთარი თავის განვითარებაში ჩადებული ინვესტიცია ყოველთვის ამართლებს ენერგიის სახითაც, დროის სახითაც და ფინანსების სახითაც. და რაც მთავარია, აგვარიდებს ასეთ ტოქსიკურ ადამიანებს. აი ეს გავს იმას, რომ გეუბნებოდით, რომ ვიღაც ტიპები დარბიან მეთქი, რომ მაიგნორებენ, რას ქვია, მაიგნორებენ სამყაროს ჭირს. ხო? აი ასეთები გავხდებით. ჩვენი საკუთარი ცხოვრებით ვიქნებით დაკავებულები და დავაიგნორებთ ასეთ ადამიანებს. ისინი ჩვენთვის საინტერესონი აღარ იქნებიან. და ბოლოს შეიქმნით ახალი გარემო. ეს არის ზუსტად კავშირში იმ წინასთან, იმიტომ რომ თქვენ რაც უფრო მეტი ინტერესი გექნებათ ახალი, რაც უფრო მეტ უნარს შეიძენთ, უფრო ახალ განათლებას მიიღებთ, რაღაცას ისწავლით, თქვენ მოექცევით ასეთივე ადამიანების გარემოცვაში.
ასეთივე იგივე ინტერესებით, იგივე მისწრაფებებით, მსგავსი მიზნებით. და იცით რა არის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გარემო, როგორი გარემო გვაქვს. გახსოვთ იაკობ გოგებაშვილის უსუნო ყვავილი, როდესაც ჩვეულებრივ ყვავილს დებენ ვარდებით სავსე ლარნაკში და ცოტა ხანში მასაც ვარდის სუნი აზდის. ესეა, ჩვენ უნდა შევიქმნათ ჩვენთვის საუკეთესო გარემო. მაშინ ჩვენც უკეთესები ვიქნებით და ეს შესაძლებელია სწორედ აი ამ ახალი ინტერესებით, ახალი რაღაცების შესწავლით, ფაქტობრივად ახალი ცხოვრების შექმნით. სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა დღეს ტოქსიკურობასა და ტოქსიკურ ადამიანებზე და ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ, მინდა გთხოვოთ დალაიქეთ ეს ვიდეო და კომენტარეთ, ნახეთ ბმული ჩემი წიგნის შესახებ და შევხვდებით მომავალში კვლავ საინტერესო თემით.